კლიხი არ მე ატლანტაში იყო. ამირანი გწერს. ხოდო. ტატო ფილმი რამდენად მოგეწონაო და შენს ადგილას რატო არ დაჯექიო? ხოდო. გვერდზე იჯდა ესე იგი. ჩემი ფილმი ძალიან მაგარია. იმაზე ვიყავი კორეული არჩევნის გარეშე. კაი ფილმია, აი ძალიან. და მან მომენტია ერთი სცენა არ ვიტყვი ხარ სცენას, უბრალოდ აი ვინც უყურებთ, თუ ნახეთ, სცენა არის, არა, სპოილერი არ იქნება, უბრალოდ მუსიკა ხმამაღლა და ტიპი ერთის კამზე ზის და ეს ზემოდან ადგას და ლაპარაკობენ ერთმანეთში. და ისე ხმამაღლა არის მუსიკა, რომ ლაპარაკის დროს სუბტიტრები იწერება, ფილმი ისეც კორეულ ენაზე არის, რაც გადის აქ. და სუბტიტრებით არის ქართულით, მაგრამ იქაც კორეული სუბტიტრებით იწერება, იმ ხალხ ხმაზეა ეს რა, იმათ ლაპარაკიც არ ისმის. ეგ გახდა უცებ გადაიქცა კინოს ისტორიაში რაც მინახავს, ჩემ ერთ-ერთ საყვარელ სცენად. საოცარი სცენა, აი გამაგარი სცენა არის, იცი? აი კინოს რო შეგაყვარებს, ისეთი გადაობა და ისეთი საკაიფო სცენაა რა. და მე არ ვიცოდი, მე რეჟისორი დამავიწყდა გვარი. Old Boys რეჟისორის გადაღებული ყოფილა ესეც. ანუ ძალიან კაი ფილმი იყო, ძალიან ვიკაიფე, ძალიან მომეწონა. ფილმებთან როგორ ხარ? მაგრად. საკაიფოდ. ჩემი ყველაზე მაგარი, ანუ ყველაზე მაგრამ იცი რომ ეს სცენა მევასება? Inglourious Basterds რო არის. ხო. აი იტალიურად რო საუბრობენ. Scarlomi. Brad Pitt-ი რა. Scarlomi. Antonio Margheriti. ჩათლახი რო ეკაი. ის ყველაფერი იცის იმანა. მუსიკა მომასაკო განსახელებში. პირველად რო გაიგებს და რაღაცნაირად რო იცინებ, რომ ეგ არის ის კრისტოფერ ვალცო გენიუსია, ძალიან მაგრა თამაშობს. აი ტარანტინოს მაგრა ევასება, ანუ ხო, თან მაგას ხო ისა აქ, რა ქვია, ტიპს 2 ოსკარი აქვს მიღებული და ერთი არის ბოროტი, აბსოლუტური ბოროტის როლშია, მაგრამ მეორე ძალიან კარგი ტიპის პირიქით. ორივე არის ოღონდ ისა საპორტინგში. ხო, სეკენდის არის. ხო, საპორტინგი. მაგრამ ნუ აი ორი ძალიან ისეთი, ანუ განსხვავებული იმპონჩი რო ერთი ძალიან ბოროტი ტიპია და მეორე პირიქით კეთილი. მაგრამ აი მარსლა ძალიან მაგარი მსახიობია. არა ის ორი როლი, ეგ ორი როლი, სულ რო სხვა არაფერი არ ითამაშოს ადამიანმა ისე ასრულებს მაგარ როლს. ეგ ძალიან მაგარი სცენაა მართლა. ბრავო, ბოლოს ეუბნება. ბრავო. ბრავო, დეკოკო. ხო, დეკოკო. აი დეკოკო ხო იძახს, მე არ ვიციო იტალიური და ყველაზე მაგრამ ამას გამოუვიდა. ბრავო. მაგარი სცენა. ეს იარტყს. ბრავო, ძალიან საღო, შენო საღო. აი როგორ უნდა მოტყუება. ხო და რავი, ამ არჩევნის გარეშეც თუ მოახერხებთ ზეკი არის მეგონი კინოთეატრებში გირჩევდით როგორც ისეთ კარგ ფილმს სიამოვნებით. გიორგი ტიბუკ წერს კიდე ეგ არის მაგ ფილმში მაგარი საბა ფასბენდერი რო ამბობს 3 glasses პიკიაო. ესე რო გითხარ. ეგ ძალიან კაია. მანდ არის ეს რო შევა და იმისი სიფათი. ხო. ეს რო გახედავს. ძალიან ეგ არის რო იცი რეტროსპექტივაში რაც გამოიწვევს უკვე ვისადი თავიდან რო უყურებ. ხო და აი მაგიტო ვიძახი რა, აი ეგეთ რაღაცეებს, აი რო თუ მუღამს ჩავარდები, აი ძალიან გისურვებ ეგეთ რაღაცეებს. დენი აქ თან უამრავ სხვადასხვა ფილმში. თან მე ტარანტინოსი კიდე რა მეყვარს, იცი, ცოტა ისეთი ფილმებში არ ჩანს ეგ, მაგრამ მე ხო არის შექმნილი ამისი სამყარო, რომ ვიღა ტიპები ერთმანეთს ნათესავები რო არიან რა. რომ მაგალითად ვინსენტ ვეგა, ტრაvoltas პერსონაჟი Pulp Fiction-ში არის ძმა მაიკლ მადსენის პერსონაჟის იმაში, რა ქვია, Reservoir Dogs-ში. Brad Pitt-ის პერსონაჟი Inglourious Basterds-ში არის ბაბუა Brad Pitt-ის პერსონაჟის იმაში Once Upon a Time in Hollywood-ში. იმის ბაბუა Cliff Booth-ის ეს ტიპი. მართლა? ხო. და ეგეთ ყველა ერთმანეთს ნათესავია რა, ვიღაც ნათესავი, ვიღაც ის არის და სულ ისინი აქვს რა, ეგეთი. ოღონდ ეს სამყარო ისე კი არა, fan fiction-ი კი არა, ანუ ამისვე მონაწილეობით არის შექმნილი რა, რომ ეს ისმის ზმა, იმიტომ რომ გვარებიც ვეგაა, ისიც ვეგაა, ესეც ვეგაა რა. ის ვინსენტ ვეგაა და ესეც რაღაცა ვეგაა არის ეს. ეგ არ ვიცოდი. და ძალიან ბევრია, რომ ნახო, ჩაუჯდე, ვარჩე მაგას იკაიფებ, რომ ვიღაცა პერსონაჟები ერთმანეთს ნათესავები რო არიან. თან ხო სხვა პერიოდებში. ხო. ქვია Hateful Eight ხო მე-19 საუკუნეა საერთოდ და იქაც ვიღაცის ბაბუა თუ წინაპარი და რაღაც ეგეთებია. ძალიან საკაიფო სერიალი ხო მოსაძებნია ეგენი. კი ასანახავ.